რომელიც გააკეთეს სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ნამდვილად ეს დაადასტურა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ყოფილიყო ბერა ივანიშვილის სოლიდარობა ამ ადამიანების მიმართ, ასეთ ტიპის განცხადებების გაკეთებას ვერც ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ვერ გაბედავდნენ. და ბატონ ლევან, როდესაც თქვენ საუბრობთ ბერა ივანიშვილზე როგორც უბრალოდ გამოჩენილ ადამიანზე, ძალიან მწუხვარ, მაგრამ მე მგონი თქვენც კარგად გესმით, რომ მისი გამოჩენილობა, ასე ვთქვათ, და მისი განსაკუთრებულობა უფრო სწორედ არ მდგომარეობს იმაში, რომ ის მუსიკოსია, ის მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ადამიანს, რომელიც აკონტროლებს აბსოლუტურად ყველა უწყებას ჩვენს ქვეყანაში. ადამიანს, რომელსაც სრული გავლენა აქვს სუსზე, რომელსაც სრული გავლენა აქვს პოლიციაზე, რომელსაც სრული გავლენა აქვს პროკურატურაზე და რომელსაც ასევე ძალიან სამწუხაროდ სრული გავლენა აქვს სასამართლოზე, როდესაც საქმე ეხება მის პირად ინტერესს. ასე რომ ბერა ივანიშვილი არ არის უბრალოდ ახალგაზრდა პოპულარული მუსიკოსი და მე ამას მხოლოდ ვისურვებდი, რომ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობ, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს ახალგაზრდა მუსიკოსების მოსაზრებები. ეს არის კონკრეტულად ივანიშვილის შვილი, რომელმაც ჩვენი მთელი სახელმწიფო უწყებები დაიქვემდებარა და რეალურად მისი ოჯახის პოლიცია, სუსი, ხო კარგად ვიცით, რომ გომელაუ რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის მცველი და მის კომპეტენციაში ნამდვილად არ ვიჭრები ამ კონკრეტულ სფეროში, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა უნდა დაიცვას ჩემი, თქვენი და ყველა შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, იმიტომ რომ მისი ამოსავალი ინტერესი და უპირველესი ინტერესი ყოველთვის იქნება ივანიშვილის ინტერესები და არა ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ ეს უწყება იქცა ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პოლიციად და ეს უწყება იქცა ისეთ პოლიციად, რომელიც ასეთი ტიპის დაკვეთას შეასრულებს. თინა, მე მოგვიანებით მინდა ასეთი რამ მკითხოთ, აი მაგალითად აპროტესტებს